ჩემო მეგობრებო, გამარჯობათ. ეხლა ვიმყოფები ბათუმში, როგორც ამჩნევთ და ხედავთ, მაგრამ რაღაც მინდა რა ვთქვა. რატო უნდა მივჩერებოდეთ მაინც და მაინც მთელი სოფლიო და მთელი ტურიზმი ამ ორ ალუმინის შენობას, თუ რაც არის ძეგლს. როდესაც ჩვენ ყავს უამრავი ცნობილი პიროვნება, რომლის მონუმენტებით შეგვიძლია დავდგათ. Შემიძლია მიმართო ყველა ქალაქის მერს და გუბერნატორს, ყველა რაიონის გუბერნატორს. მოდი დავდგათ ყველა ქალაქში და გავაკეთოთ ყველა ქალაქში ესეთი პარკი, რომელსაც ერქმევა ამ მონუმენტების პარკი. იყოს ყველა ჭიათურაში, მაგალითად ჭიათურელი ვარ, იყოს ჭიათურაში მონუმენტების პარკი, სადაც მივა ახალგაზრდა და გაეცნობა ამ ქალაქში ვინ დაიბადა, ვინ გაიზარდა, რომელი საზოგადო მოღვაწე იყო და რომელი მეცნიერი. განსაკუთრებით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში იყოს ეს მონუმენტების პარკები. გადაშავდება ამ წყალტუბოში, ჩემო ბატონო. ჩვენ ხო უამრავი გვყავს ეს ადამიანები, რომლებმაც შექმნა საქართველოს ისტორია, განსაკუთრებით, რავი, რომელი საუკუნე შეგიძლიათ დაასახელოთ, რომ ნაკლები იყო. ყველა საუკუნე აღმატებული და წარმატებული იყო და ყველა საუკუნეში გვყავდა მეცნიერები და ხელოვანი ადამიანები და წარჩინებული ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ისტორია დაწერა. მოდი ნუ მივაჩერდებით მხოლოდ ამ ბოლომდე გაურკვეველ მონუმენტების რაღაცა ძეგლის, რაც არ არის ნამდვილად სიმბოლო ბათუმის სიმბოლო არის დელფინი და მოდი გავაკეთოთ ისე რომ მონუმენტების პარკი გქონდეს. პარკები მთელ საქართველოში თუ ყველა ქალაქში არა, ძირითად ქალაქებში მაინც. თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურას არ გამოვტოვებ, ჭიათურელი ვარ და ბევრი ყავდა წარჩინებული ნამდვილად ზესტაფონში, ჩემო ბატონო, თბილისში თავისთავად. და გავაკეთოთ მონუმენტების პარკი და მოდი ნუ მივაკვდებით ამ ვიღაცის მოგონილ რაღაცა ვითომ რეალობას, სენულეში არც არის რეალობა ეს რა.